გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების პროცესი გრძელდება სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში გაიმართა. დასწრების საშუალება არც გურამ როგავას მიეცა. არადა სასამართლოს უკვე მეორედ საჯაროდ გაეპარა ბრალდებულების შესახებ ინფორმაცია. უფრო კონკრეტულად მათ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს დახურული საქმის ფიგურანტების ვინაობა. როგავას და მაისაშვილს ეჭვი აქვთ, რომ დაკავებული პირები ნამდვილად მათზე თავდამსხმელები არიან. 5 პირის ასტიკი თავდასხმიდან წელიწად ნახევრის შემდეგ მხოლოდ ფორმულას ეთერში გასული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დააკავეს. მარიკა ბოლქვაძე მიცის სხდომის დეტალები ის თბილისის საქალაქო სასამართლოდან. საფოსულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მშვიდობიან დემონსტრანტებზე და ფორმულას ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და არსებითი განხილვების ეტაპზე ეს იყო პირველი სასამართლო სხდომა, რომელიც ჩატარდა. აქ მოსული გურამ როგავა, რომელთაც საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს და მას სურდა სასამართლო პროცესზე შესვლა, მოსამართლე თამარ მახარობლიძე მოტივით, რომ სხდომა დახურულია, სავარაუდო ბრალდებულების ინტერესიდან გამომდინარე, სხდომაზე არ დაუშვა, არ შეუშვა, თუმცა როგორ შეიძლება სავარაუდო ბრალდებულების ინტერესები იყოს დაკმაყოფილებული და დასაცავი ან დაცული, მაშინ როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მათი სახელები და გვარები სრულად არის მითითებული. ეს კიდევ საკითხავია. გურამ როგავას პოზიციას რაც შეეხება, ჟურნალისტს ეჭვი ეპარება, რომ შესაძლოა საერთოდ დაკავებული პირი იყოს თავდამსხმელი მასზე და ითხოვს სრულყოფილ გამოძიებას. ის აქ დღეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ მის საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რაც აღმოყვანილი პირების სავარაუდო ბრალდებულობას და ბრალდებულობას საქმეში დაადასტურებს. ის ცარიელი ფურცლებით იყო წარმოდგენილი, თქვა რომ სწორედ ეს ცარიელი ფურცლებია იმის მაგალითი, რომ საქმეში არ დევს არანაირი ტიპის მტკიცებულება. რაც შეეხება ზვიად მაისაშვილის პოზიციას, ის ამბობს, რომ პროერებული აქციების მიმდინარეობის პროცესში და შემდეგ 200-მდე პირია დაზარალებული სტატუსით ცნობილი. შეუძლებელია მხოლოდ 5 პირი იყოს მათზე თავდამსხმელი და მას მიაჩნია, რომ შესაძლოა დაკავებული პირი სულაც არ იყოს პირი, რომელიც მას თავს დაეწყა. პროკურატურის ოფიციალურ ვერსიას გეტყვით, ვიცით, რომ საქმეში არსებობს მხოლოდ აღიარებითი ჩვენება და მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომ დროულად ყოფილიყვნენ საქმეში დამნაშავეები ამოცნობილი, თუმცა პროკურორი დასმულ კითხვებზე იმასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა საქმეში სხვა რაიმე ტიპის მტკიცებულება, თუნდაც ექსპერტიზა, თუნდაც აბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომ დადასტურდეს ნამდვილად ამ პირების ბრალეულობა, ვერ გაგვანდობს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც საფუძვლიანი ეჭვს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი ტიპის მტკიცებულება. დასამალი აქვთ ის, რომ რეალურად ამ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. აი მე თქვენ მოგიტანეთ, ეხლა რა არის ჩემი საქმის მასალები? არის უზარმაზარი დასტა. ეს მხოლოდ ნაწილია ჩემი საქმის მასალების. მე შეგიძლიათ გაეცნოთ, დაგიგებთ. აი ნანუკაშე. მადლობა. ცარიელი ფურცლებია გურამ. რა არის? ცარიელი ფურცლები. მართლა აი თქვენს კონდეთ რა. ასეთია საქმიანი. ანუ არაფერი არა. მაკულატურაა საქმე? აი მე რა ვიცი ვისურვებდი, რომ საქმეში არსებული ფურცლები რაღაცა კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყენონ. იმიტომ რომ აი როგორც მაყურებელი ახლა ხედავთ და თქვენს ხედავთ, ცარიელი ფურცლებია საქმეში. არის აღიარებითი ჩვენება, ჩემს საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი აღიარებს, რომ თავს დამესხა. ის უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, როცა ეს აღიარებითი ჩვენება მისცა ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა ციხეში და უეცრად მოუნდა რომ ეღიარება. კონკრეტულად ჩემს საქმეშიც კი მონაწილეობდა ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე მხოლოდ 2 ადამიანი, დაკავებულია მხოლოდ 2 ადამიანი. ზუსტად იმიტომ არის დაკეტილი ეს სხდომაც, რომ არ უნდათ არანაირი ზედმეტი დეტალების გამოაშკარავება სხდომიდან. შესაბამისად, ისიც იმაშიც არ ვარ მე დარწმუნებული, რომ ის ადამიანები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემ თემაში იღებენ მონაწილეობას. რამდენჯერმე განვუმარტე, რომ დაზარალებული სტატუსი მაქვს და რატომ? მითხრას რომ არ ვიცი ეს გააკვირდ შემდეგ. არა, რატომ? ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა. თქვენ გაქვთ მე როდესაც გამოვცხადდი სასამართლოს სხდომას დარბაზში, ზუსტად 13 საათზე სასამართლო ჩამოვიდა სხდომის დარბაზში, გარეთ რა მოხდა მანდატურებთან, რა კომუნიკაცია ქონდა დაზარალებულს, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ვერ მექნება.
დეტალურად მტკიცებულებების ამ რეჟიმში მოკლე ინტერვიუს დროს განხილვას რამდენად ვერ შევძლებთ და არ ვაპირებთ. ყოველ სასამართლოს ხდომაზე გამოკვლეული იქნება შესაბამისი მტკიცებულება და ჩვენი პოზიცია წარდგენილი იქნება, რომ ერთი მაინც ვიცით რამე მტკიცებულება რომელიც ბატონო ბელა, თქვენ ძალიან ექსპერტიზებია ჩატარებული. იგივე კითხვას მისვამთ, ამაზე უკვე პასუხი გაგეცით. ხაბიდოსკოპიური არის ჩატარებული. მაინტერესებს რა ამაზე პასუხი უკვე გაგეცით. არსებობს ცოცხალი ადამიანი, ვინც დაადასტურებს, რომ დაკავებული ნამდვილად კაცია, ერთი და იგივე კითხვებზე პასუხობთ. უნდა გავხსნათ პასუხი და ავხსნათ პასუხ. ბატონო გიორგი. მე პასუხს გცემთ დაახლოებით 10 წუთი. ჟურნალისტ გურამ როგავაზე მომხდარი თავდასხმიდან თვეების განმავლობაში სახელმწიფო არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გამოევლინა რეალური დამნაშავეები მხოლოდ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასული გადაცემის შემდგომ მეორე დღეს დაიწყეს უკვე პირებზე საუბარი, რომლებიც ამ საქმეებზე და თავდასხმის საქმეებზე იყვნენ დამნაშავეები, დააკავეს სულ 5 პირი და ის რაც რეალურად სახელმწიფოს 18 თვის განმავლობაში უნდა ეკეთებინა, ერთ დღეში გააკეთეს. სწორედ ამიტომ გურამ როგავა სხვა პირებს, ვინც დაზარალებული სტატუსით არიან ცნობილი, ეპარებათ, რომ შესაძლოა ეს პირები საერთოდ იყვნენ რეალურად ისინი, ვინც მათ თავს დაესხნენ. სწორედ ამიტომ გურამ როგავა ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ გამოვლიდნენ რეალური თავდამსხმელები, აუცილებელია გამოვლიდნენ ან დანაშაულის და თავდასხმის შემკვეთებით. შემდეგი სასამართლოს ხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში თვის ბოლოს გაიმართება. საინტერესოა თუ არა იქნება თუ არა ისევ ხდომა დახურულ ფორმატში და მიეცემათ თუ არა დაზარალებულებს ხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.